2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას არ აპირებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ამოცემულობით არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კარგად ხედავთ, რომ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება ბოლომდე, ყველა ორგანიზაციას ფაქტობრივად ეგზალება საქმიანობა, ყველა ადამიანი ყველაფერზე არის დასჯილი, უბრალოდ აქციაზე გასulis დროსაც არის დასჯილი. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა კი არ გამოდის, გამოდის სპეცოპერაციაში მონაწილეობა და სპეცოპერაციაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არც მორალურად, არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად არ არის გამოხლებული. საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა, არანაირი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებში. ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ეს ხელახალი არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები თუ რა, ესე ვთქვათ, მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არჩევნებს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმეს ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო, ესე ვთქვათ, პროცესის წარმართვის, თუ ვინმეს ეშინია კიდევ ერთხელ ხაზგასმით მომავალ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, ეს არის ქართული ოცნების რითი დასტურდება, იცით? აი, აქ ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ კიდევ უფრო მეტად გააუარეს ეს და მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ბუნებრივად ვემზადებთ არჩევნებისთვის, ადგილობრივ არჩევნებიდან რთული არჩევნებია, იმიტომ რომ ფაქტობრივად 63 სხვა არჩევნები ტარდება თითოეულ ოლქში და ბევრ ადამიანს და ფინანსურ რესურსს ითხოვს. მეორე საკითხია, რომ ეხლა პოლიტიკური გარემო ძალიან ისეთი არაპროგნოზირებადია ჩვენ ქვეყანაში და მარტივად წარმომიდგენია, რომ შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ქონდეს, მაგრამ პარტია, რომელიც ზოგადად არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, მაინც პოლიტიკური პარტია ვერ გამოდგება. თუ რა თქმა უნდა რევოლუციას არ ამზადებს. ჩვენ რევოლუციისთვის არ ვემზადებით და ამიტომ ბუნებრივი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავთ. მათ უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაუჯერეს მათ ასე ვთქვათ პატრონებს და მანდატების დატოვებაზე მიმართეს პარლამენტს. დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ მათ არ გააჩნიათ დღეს არანაირი პოლიტიკური ძალა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. უბრალოდ ვერ იტყვიან, რომ საქართველოს კანონებს, საქართველოს კონსტიტუციას ისინი აღიარებენ. მათ ეს ტოტალურად უარყვეს, თავიანთი ასე ვთქვათ სიბეციდან გამომდინარე. და გასაგებია, რომ დღეს ახლა უჭირთ ამის ხელახლა აღიარება. ამიტომ ვერც მიიღებენ ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ერთი და მეორე ისიც იციან კარგად, როც მიიღონ დამარცხდებიან კიდევ უფრო მძიმედ, ვიდრე ეს მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს.